საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა გახლავთ ვლადო ასათიანის ვაჟებ შაველას ნაამბობი. ეს არის ლექსი, რომელიც ეძღვნება ფიქრს პოეზიაზე. რა არის პოეზია, როდის იქმნება, რა გავლენას ახდენს ის ადამიანებზე. ეს არის საკითხები, რომელზეც დაფიქრებულა ვლადო ასათიანი და რომელზეც გვესაუბრება ჩვენ. პოეზიის რაობაზე ფიქრი არ ახალია, ძველია. მას ეს ფიქრობდნენ ოდითგანვე, მასზე ფიქრი დაიწყო შოთა რუსთაველმა, შემდეგ აგრძელებენ უკვე 19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟებ შაველა და მასზე ფიქრი გაუგრძელებია ვლადო ასათიანსაც მე-20 საუკუნეში. პოეტი გვესაუბრება იმაზე, როგორი განწყობით წერენ პოეტები ლექსებს. ლექსი იწყება კითხვის დასმით. ვინ დამებედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედის წეროთ, კითხულობს ვლადო ასათიანი. და ამ კითხვას ჩვენ მკითხველმა უნდა გავცეთ პასუხი. ალბათ ყველა თქვენგანი ხვდება, რომ ის, ვინც პოეტეობა დააბედა და გაამზადა საბედის წეროთ, უფალია. პოეტები ხომ უფლის შვილებად და მისგან მათცხებულებად ითვლებოდნენ. აღსანიშნავი და საყურადღებოა ისიც, რომ ვლადო ასათიანის თქმით პოეტობა ერთგვარი საბედის წეროა. ისინი განსხვავებული სულის ადამიანები იყვნენ, განსხვავებული ხედვის, უფლის შვილებად ითვლებოდნენ, ამიტომ ამ ქვეყნად ყოფნა ძალიან უჭირდათ. პოეტობა საბედის წერო საქმე იყო მათთვის. ალბათ აქ ყველა თქვენგანს ახსენდება შოთა ნიშნიანიძის ლექსი „თქვას ერთხელ სამთა ანგელოზთა“, რომელიც გალაქტიონ ტაბიძეზეა დაწერილი, როდესაც გალაქტიონი დაბადებულა, შავ ანგელოზს მისთვის სასჯელად სწორედ მგოსნობა მოუგონებია. წამდგარა და უთქვამსო, დავბადოთ უთვოდ მგოსნად. ეს სასჯელი იყო და საბედის წერო საქმეც იყო. აგრეთვე პოეტს დაბედებია პოეტობა, ვლადო ასათიანს დაბედებია პოეტობა და მზად არის, რომ თავს იდოს ეს ტვირთი უთრტვინველად და აცხადებს, ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო. ის მზად არის, რომ წეროს ლექსები და ამით ემსახუროს როგორც საკუთარ ხალხს, ასევე თავის სამშობლოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვლადო ასათიანის თქმით პოეტობა ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ბუნებასთან თანაზიარობასაც ნიშნავს. ბაბუაჩემა ბუნების კარი გამიღა ოხრით და სიმძიმილით, აცხადებს პოეტი. წინაპრებს თავგონებიათ მისთვის ბუნების სიყვარული და ასევე წინაპრებს თავგონებიათ, რომ ლექსი არის კაცის და ქვეყნის გულის ტკივილი. აი ამ სტრიქონიდან უკვე ცხადი გახდა პოეზიის ერთ-ერთი დანიშნულება. ის იქმნება იმისათვის, რომ უმკურნალოს, სალბუნად დაედოს, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის, ასევე მთელი ქვეყნის ტკივილს. ლექსმა უნდა უმკურნალოს ადამიანებისა და სამშობლოს ტკივილს. ვლადო ასათიანი პოეზიის დანიშნულების გარდა ლექსში სამშობლოს სიყვარულზეც გვესაუბრება და გვაუბნება, რომ მან შემაყვარა სამშობლო ჩემი. მან ნაცვალსახეში ბაბუას, ანუ წინაპარს მოიაზრებს და წინაპრებისაგან ჩანერგვია მას სამშობლოს სიყვარულით, იმ სამშობლოსი, რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა. ასევე წინაპრებისგან შეყვარებია მას ბუნების წრემლი და სალამურიც მან შემაყვარა. აი ამ სტროფიდან ჩანს, რომ სამშობლოს გარდა წინაპრებს ვლადო ასათიანისთვის ყველაფერი ქართული სიყვარული ჩაუნერგავთ. თან ეს სიყვარული, რომელიც მას ბავშვობიდანვე ჩაუნარგავს, ძალიან დიდია და პოეტი აცხადებს, სამშობლოს ტრფობით გული დავსერე. ყურადღება მისაქცევია სიტყვა დავსერე. ეს დანით მრავალჯერად ჭრილობას ნიშნავს. პოეტს სამშობლოს სიყვარულით გული აქვს დასერილი და სწორედ ამ სიტყვას შეარჩევს ამ კონტექსტში, იმიტომ რომ უნდა ექსპრესიულობა გაამძაფროს და დაგვანახოს თუ რაოდენ უყვარს მას თავისი სამშობლო. ეს არის უზომო, უსაზღვრო სიყვარული, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტკივილამდეც კი მიყავს პოეტი. მაგრამ ამავე დროს ეს სიყვარული მათრობელაც არის, ნეტარების მომტანიცაა. სიყვარულით გბილმწარია ამბობენ ხშირად, ზუსტად ანალოგიური აღმოჩნდა სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ერთი მხრივ ადამიანს ანიჭებს ტკივილს, აყენებს ტკივილს, მაგრამ ამავე დროს ნეტარების მომტანიცაა. და აქვე შენიშნავს პოეტი, რომ მას ეს სიყვარული ათრობდა როგორც ღვინო ყვარული. აი აქ უკვე იყენებს მხატვრულ ხერხს, რომელიც არის შედარება. სიყვარულს ადარებს კახურ ღვინოს, რათა მისი ზემოქმედების ძალა დაანახოს მკითხველს და გვაუბნება, რომ როგორც კახური ღვინო, სწორედ იმგვარად ათრობდა პოეტს სამშობლოს სიყვარული. ეს სიყვარული სულს უფორიოქებდა, აწვალება სტანჯავდა მანამ, სანამ ლექსად არ გადავწერე, აცხადებს პოეტი. ანუ სანამ ეს გრძნობა ფურცელზე არ გადმოყვარა, ფურცელს არ გაუზიარა.
მანამდე მკლავდა 6 სიყვარული. მას შემდეგ კი რაც ლექსი შექმნა, რაც ეს სიყვარული გადმოსცა და ფურცელს გაუზიარა, ლექსმა შეკრა ჭრილობა ძველი და გაანათა ჩემი კაცობა, აცხადებს პოეტი. მხოლოდ ლექსის დაწერის შემდეგ უგრძნია შვება, მხოლოდ მას შემდეგ უგრძნია შვება, რაც თავისი განცდები, ემოციები, თავისი სიყვარული ყველასთვის გაუმჟღავნებია. და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა. ზემოთაც აღნიშნა პოეტმა და აქაც გაიმეორა, რომ ლექსი არის ის, რაც შველის ქვეყნის და კაცის გულის ტკივილს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად პოეტის გულის ტკივილისთვის უშველია ლექსს. მეც მიტომ ბედა ვარწიბულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, გვეუბნება პოეტი. აი აქ უკვე გვესაუბრება იმაზე, თუ როდის ქმნის ის ლექსებს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, გვეუბნება პოეტი. ამ შემთხვევაში თავისი სათქმელის გადმოსაცემად მეტაფორას იყენებს ლადო ასათიანი. მეტაფორა ბერძნული სიტყვაა და გადატანით ნათქვამს ნიშნავს, მეტაფორა დაფუძნებულია სიტყვების გადატანით მნიშვნელობაზე. ამ შემთხვევაში გადატანით მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ცივი ნიავი, გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, ეს არის ის მძიმე სულიერი მდგომარეობა. დარდი, სევდა, როცა შემოაწვება პოეტს, როცა სული დაუმძიმდება, სწორედ მაშინ პოულობს ის ლექსებში შვებას. ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის, აცხადებს პოეტი. თუ ზემოთ გვეუბნებოდა, რომ ლექსი შველის ტკივილს, ახლა ის გაგვიცხადა, რომ ლექსი თვითონ ტკივილი არის. როგორ გავიგოთ ეს ტრიქონი? აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლექსი იქმნება მაშინ, როცა ადამიანს ზედმეტად შემოაწვება სევდა, როცა სული დაუმძიმდება, როცა მწუხარებას იგრძნობს და როცა ენდომება, რომ თავისი ფიქრები, ემოციები და განცდები სხვებსაც გაუზიაროს. ლექსის ბოლოს ლადო ასათიანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მას ერგო ცხოვრების საბედისწეროდ იყოს პოეტი და ის მისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლექსები წეროს და რადგან მე ერგო ვიყო პოეტი ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ მხოლოდ უნდა ლექსები ვწერო, აცხადებს პოეტი და გამეორებით ერთგვარად კრავს კიდეც ლექსს. ბოლოს სტროფში კი ლადო ასათიანი იმაზეც გვესაუბრება, რომ ლექსს უფრო დიდი და მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე ტკივილის გაყუჩება, ვიდრე სამშობლო ზიარის მოშუშება. ლექსი არის ის, რაც თვით სიკვდილსაც კი დააძლევინებს ადამიანს, რაც სიკვდილსაც კი დაამარცხებს, ერთი შეხედვით დაუმარცხებელ რამეს. მე თვით სიკვდილსაც გარდაუქმნი ლექსად, აცხადებს ლადო ასათიანი. მას იმედი აქვს, რომ საკუთარი შემოქმედებით ის სიკვდილს აუცილებლად დაამარცხებს. ამის იმედი მხოლოდ მას არ ქონია. ამის იმედით ცოცხლობდა გალაქტიონ ტაბიძე, რომელიც აცხადება, რომ გაჰყვება საუკუნეს თქვენგან ჩემი ქნარი, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ დატოვებდა შემოქმედებას, დატოვებდა კვალს და ამით სიკვდილი დაძლეული იქნებოდა. და ამის იმედივე ჰქონდა ომეძი კლაურს, რომელიც აცხადებდა, საფლავშიც ლექსით ჩავწვევი მდუღარე ცრემლებიანი, საფლავზე მოვა ლექსის ხე, ლექსი შტო ფოთლებიანი. პოეტები იმ იმედით ქმნიდნენ საკუთარ შემოქმედებას, რომ კვალს დატოვებდნენ, ნავალს აღბეჭდავდნენ ამ ქვეყანაზე და დაამარცხებდნენ სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ლექსის ანალიზი მოისმინეთ, სასურველია მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე ლექსიც, რათა უფრო ადვილად და მარტივად გასაგები იყოს ის, რაზეც ზემოთ ჰქონდა საუბარი. ლადო ასათიანის ვაჟა-ფშაველას ნაამბობი, ვინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ, ნუ თუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, ბაბუა ჩემა ბუნების კარი გამიხო ოხრით და სიმძიმილით და შთამოგონა, რომ ლექსი არის კაცის და ქვეყნის გულის ტკივილი. მან შემაყვარა სამშობლო ჩემი, რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა, მან შემაყვარა ბუნების წრემლი და სალამურიც მან შემაყვარა. სამშობლოს ტრუფობით გული დავსერე, მათრობდა როგორც ღვინო ყვარული და ვიდრე ლექსად არ გადავწერე, მანამდე მკლავდა 6 სიყვარული. ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი და გაანათა ჩემი კაცობა და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა. მეც მიტოვ ბედავ არწივულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის. და რადგან მე რგო ვიყო პოეტი ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, რადგან სხვა რამე სიმღერის გარდა ახლაც ვერ შევლის ტკივილებს ჩემსას, ჯერა ამ დიად ბუნების კართან, მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად.